ერთი კაცის ტელევიზია, ნიკალა ფილმი, დღეს სტუმრად ვიმყოფებით ბატონ იუზა ადეიშვილთან. მოგესალმებით ბატონო იუზა. გამარჯობათ. როგორ ბრძანდებით? სხალობით კარგად. როგორ ბრძანდებით? მადლობთ, უღრმესი მადლობა. რამოდენიმე 2 დღის უკან იყო თქვენი დაბადების დღე. დაბრძანდით თუ შეიძლება და რამოდენიმე კითხვას დაგისვათ თქვენის ნებართვით. უპირველესად გილოცავ დაბადების დღეს, ულევს სიხარულს, გახარებას გისურვებთ, ბედნიერებას და ერთ რამეს ვიტყვი. ცხონებული დედაჩემი მეუბნებოდა, შვილო, ადამიანს შუბლზე აწერიაო, თუ რა არისო და მე ესე იგი ყოველთვის ადამიანს უყურებდი შუბლზე, მეთქი რა აწერია, კაცო, როგორ რაღაცა და დედა გარდამეცვალა 10 წლის უკან და მე მივხვდი რომ დედა მელაპარაკებოდა იმ ფსიქოლოგიით რომ შუბლზე კი არ აწერია ადამიანის თვითონ საუბარს, მოქცევას და ამ მიმართულებით ყოველგვარი ქათინაურების გარეშე გეტყვით იმ დღეს მე ძალიან მოკრძალებით შემოვედი ჩემ ლალისთან ერთად თქვენ დაბადების დღეზე და ისეთი ენერგეტიკა წამოვიდა თქვენიდან ადამიანური პატივისცემის რაღაცა რომ უბრალოდ მე მივხვდი რომ თქვენის პიროვნება ხართ, რომელიც ასე ვთქვათ, მაგრამ თქვენი ქვეყანაც უნდა ამაყობდეს და ასეთი ხალხი ღმერთმა გვიმრავლოს და ბედნიერებას, სიხარულს გისურვებთ. მიუხედავად თქვენი ცხოვრებისა ალბათ იყო რაღაც დაბრკოლებები და სიტყვა რომ არ გამექცეს, როგორც ბატონ რევაზ მიშველაძე მიცის ხოლმე, ამიტომ თუ შეიძლება დავიწყოთ ბატონი იუზა ადეიშვილი, ბავშვობა. სად გაატარეთ ბავშვობა და როგორი ბავშვი იყავით? დიდი შემოვნებით. დავიბადე ვანესაიოს სოფელ ყუმურში, მოსამსახურის ოჯახში. დავიბადე 1950 წელს. ჩემი მშობლები ჭოლა ადეიშვილი, დედაჩემი ოლია ჩულაკიძე და ყავს სამი ძმები ვიყავით და ერთი და გარდამეცვალა და ერთი ძმაც გარდაიცვალა. ერთი ძმა მყავს მერაბი, ცხოვრობს სამტრედიაში. სწავლა დავიწყე სოფელ ყუმურში, პირველი კლასში ვსწავლობდი მე-4-მე-5 კლასამდე, ამის შემდეგ მშობლები მუშაობდნენ სამტრედიაში, გვები აყავდა, გვები აქვს დიდა და მამაჩემი დედაჩემი რომ მუშაობდნენ. მე როგორც უფროსი ვაჟიშვილი წამომიყვანეს მათთან ერთად და ცხოვრობდი სამტრედიაში. შევედი მიმიყვანეს იქვე რკინიგზის მე-13 საშუალო სკოლაში, სადგურთან ახლოს, ნახალოვკად ეგრეთ წოდებული უბამიანი ძალიან ლამაზი კარგი უბანი. იქ დავიწყე სწავლა და დავამთავრე 67 წელში საშუალო სკოლა დავამთავრე იქ. ამის შემდეგ სამხედრო საავადმყოფო სამსახურიც გავიარე. დაუსწრებლად ვისწავლე ნოვოჩერკასკში ტრანსპორტის პოლიტექნიკური ინსტიტუტი, ტრანსპორტის ფაკულტეტი, ინჟინერი ვარ, სპეციალობით პირველი დაუსწრებლად ვსწავლობდი იქ. ჯარში გავიარე კურსები საოფიცრო და ჩამოვედი ლეიტენანტი ვიყავი. სად მსახურობდით? მე მსახურობდი უკრაინაში, დასავლეთ უკრაინაში, ჟიტომირის მხარეში ქალაქი იყო ნოვოგრად-ვოლინსკი. აი იქ ესე იყო. იქ გავიარე სამსახური, რომ ჩამოვედი იქედან, წოდება მქონდა, დაუსწრებლად სწავლობდი უკვე, დავამთავრე კიდევაც 74 წელში დავამთავრე იქა და ამის შემდეგ სკოლაშიც მუშაობდი სამხედრო მასწავლებლად, სამხედრო კომისარიატში მუშაობდი, სამტრედიაში იყო ეს ყველაფერი. სკოლაში კარგი 5 წელი ვიმუშავე სკოლაში, ტექნიკუმში, ვიყავი სამხედრო ხელმძღვანელი. ამის შემდეგ გადმოვედი თბილისში. უკვე ცოლი მყავდა. ოჯახი შექმენი ადრე ასაკში, ყავს 2 შვილი. საზა და ირაკლი და ჩემ მეუღლეც არის ყუმურში დაამთავრა საშუალო სკოლა, ქალბატონი ჩემ მეუღლე და გარდაიცვალა 98 წელში. ვიზიარებთ პატივისცემით. გარდაიცვალა ძალიან კარგი ადამიანი, კარგი შვილები გამიზარდა,
ძალიან კარგი ძირო რამე ერთად გავიარეთ, სულ დავიწყეთ ყველაფერი. ამის შემდეგ როცა მუშაობდი სკოლაში თბილისში გამოვედი საცხოვრებლად უკვე მე წავედი და სწავლობდი ეკონომიურ ფაკულტეტზე. დავამთავრე მოსკოვის კოოპერატიული ინსტიტუტის ეკონომიური ფაკულტეტი დავამთავრე. პარალელურად სწავლობდი მუშაობდი მოსკოვში. ორჟონიკის რაიონის მოსკოვში მუშაობდი საორგანიზაციო გამოფილებაში და აქტიური ვიყავი რაღაცა და პარტიის რაიკომი იყო, ის იყო ყველასთან კარგი ურთიერთობა მქონდა და მოინდომეს და გამაგზავნეს ცენტრალური კომიტეტის პარტიული სკოლა იყო. ეწოდებოდა მარქსის ლენინის უნივერსიტეტის სამწლიანი სწავლა იყო. ისიც დავამთავრე საბჭოთი წითელ დიპლომზე მაქვს დაჯერებული დამთავრებული. დიახ, დავამთავრე ისა პოლიტოლოგიის ვარ იმ დიპლომით. ხო და გავაგრძელე მე ძირითადად საქმიანობდი ეკონომიკურ სფეროში. მუშაობდი ვაჭრობის სამინისტროს სისტემაში. ორჯონიკიძის რაიონის საზოგადოებრივი კვების ტრესტი იყო, რესტორნების ტრესტში მუშაობდი, ვაჭრობის ინსპექტორატზე და მხედველობა კონტროლის განმახორციელებად. ამის შემდეგ მუშაობდი სპორტ ვაჭრობაში შეიქმნა საქართველოში მელორ ტყეშელაშვილი დაინიშნა პირველი პაიჭაძე იყო ადრე იმათ შექმნა ის ყველაფერი მე მელორ ტყეშელაშვილი რომ მოვიდა მელორ ტყეშელაშვილთან დროს მივედი მე და მუშაობდი რევიზორად, ეკონომისტად, რა ვიცი, თითქმის დირექტორადაც ვიყავი ეთეროვის. მე აქედან ცოტა ავარია მომივიდა მე იქად ისეთი ავარია გავაკეთე ძალიან რთული ძირულაში გადავიჭერე გზაზე. კი, ახლა მოცულდა რაღაცები, იყო რევიზორად მუშაობდი ამ პერიოდში და რო ჩამოვიდა და შაქარი დავემართა მოსკოვში ვიცექი იქეთაგე. ხო და ასეთი ცხოვრება რომ იყო მე არ მაწყობდა ეს მივლინებები ისინი ესენი და სამუშაოდ გადავწყვიტე გადასულიყავი და მელორის მოადგილე ვინც ყავდა გენერალური დირექტორი იყო მელორი და მისი მოადგილე იყო ძალიან კარგი ადამიანი მაწყონოს ელიზ ვარაშვილი ელგუჯა ძალიან ახლოს ურთიერთობა მქონდა მე ვიყავი თან პარტიული კომიტეტის მდივანი საკონტროლო თავმჯდომარე და საზოგადოების აწყისებზე და სამსახურთან ერთად და ურთიერთობა და გადაიყვანეს რკინიგზაში გადაიყვანეს ვაჭრობის სამმართველოს უფროსად. მოიკლა თავი გინდა თუ რა წამოდი ჩემთანო და კარგი გავაკეთე რო წავედი არ ვიცოდი და ქალაქიდან გადავდივარ რკინიგზის სკოლა დავამთავრე და სამტრიაში გავიზარდი მაგრამ არ ვიცი ახლა რკინიგზაში რა ვაჭრობა ხო არ ვიცოდი ისეთი კარგი ორგანიზაცია იყო ძალიან მოსკოვი გვამარაგებდა ყველაფერი იყო ჩვენთან ხო და იქ ვიმუშავე ცენტრალურ აპარატში 1-7-8 წელი მე ახალი საბგვირო შენობდა ვაშაკიძე დანიშნეს სანდრედელი კაცი ხო და ერთ-ერთმა კაცმა იყო ერთ-ერთი კაცი გურული კაცი ცოტა ამბიციური მოითხოვა ჩემი თანამდებობ იმას ეგონა ახლა მე იყო საორგანიზაციო გაყოფილების ბიუროზე ამ სამმართველოში ვაჭრობის საორგანიზაციო კონტროლი და ჩემთან შემოწმდა და მოინდომა იქ ის რომ იყოფილიყო და შეაწუხეს ის უბრალოდ ზევით გურულების ის იყო მაშინ. შევაგდაზე აღნობლები რაღაცა და მე დამიძახეს და მითხრეს რომ მე იმან მითხრა რომ მე სტუდენტობის დროს ვაგზალზეო ახლა რაღაცები იყო, კაფეები იყო, პონჩიკები კეთდებოდა, ხაჭაპურები წყდებოდა, ლაღიძეები და ახლა გავაკეთო ფარც გამოყო 500 კვადრატს გავარემონტო და შენ გადაგიყვან ახლა ამ შენებარე ობიექტის ხელმძღვანელი და თანო მანდო სადაც ხარო იქნები მოადგილეო. ხერბაზი იგერი აგეთა მინერვული, მაგრამ ხო იცი არ ვიცი ახლა რა მოყვება ამას, მაგრამ ვისმა ბებზულო ახლა მარტო არავის დამოკიდებული კაცი. ხო და გენერალური დირექტორის სამტრედელი იყო წარმოშობილი და მაქებდასო ძალიან განათლებული მეჭია, ნიჭიერი კაცია, ჭირდება რუსული კარგად იცის, ვიზუალურად იყო ის ყველაფერი. არა უშავს და კაროჩ გადავედი და გადამიყვანეს მე რომ გაიხსნა სადგური გაკეთა
სავაჭრო საწარმოო გაერთიანება სადგურის მიმდებარე ტერიტორია, რაც იყო კვების ობიექტები, იგენი, აგენი, ამის დირექტორად და ვიყავი იქ დირექტორი. და საინტერესო ისე გავიარე, კარგი ზა, ბევრი ადამიანი გავიცანი, ბევრი სიკეთე, ბევრი სიყვარული გავიცანი ამ ქვეყანას. ამის შემდეგ კინიგზა რომ მე აირია ყველაფერი ის ობიექტი, სადაც ვიყავი, გამოვიდა და შექმნით, შეპესე, დავაფუძნე, ვიყავი დირექტორი იქეთ-აქეთ, მაგრამ ისე წავიდა საკითხო, საგადასახადო ინსპექცია შეიქმნა საქართველოში შემოსავლების ახალი სამსახური ბატონი დავითი დანიშნეს სარალიძე და ყალიბდებოდა იქა და რატომღაც ისე წავიდა რომ მახრობ შეპესე გადავედი იგიაგი სახელმწიფო სამსახური შეჩვეული იქა ეს ახალი ხილი იქ გამიწიეს რეკომენდაცია შევხვდი ბატონ დავითს და მითხრეს რომ აი ახლა ვჭირდება კაცი წალკაში წალკაში ვჭირდება არავინ არ არის ინსპექციის უპროცად აგერ ვაგზავნის ახალგაზრდა კაცს იმ კაცს მე ვიცნობი ჩემთან მუშაობია კარგი სადგურზე კინიზაში ვიყავი იქ მუშაობდა ჩვენ ძალიან წესიერი ბიჭი ძალიან კარგი კაცი და მაგრამ ამაწიდება გამოცდილი კაცი გვერდში შენ ხარ ეკონომის ორგანიზატორი ნახე საბუთები იგეთ-აქეთ და უნდა წახვიდე იქა მოადგილეთ დაუდგე გვერდში ერთი არ დაფიქრებული აბდეკი და წავედი წალკაშიც მუშაობდი წალკაში მუშაობდი ინსპექციის უპროცესის მოადგილედ 2 წელიწადი და მე იქიდან წელიწადნახევარი ბრუსტურად იქიდან მე სარალიძე რო გადავიდა სამსახურის საჯულოდ წავიდა ინსპექციიდან წავიდა მე იქიდან შეპირებული იყო მე გადმოგიყვან აქეთ და გადმომიყვანეს ცენტრალურ აპარატში კონტროლის შიდა კონტროლის სამმართველოში საორგანიზაციო განყოფილების უფროსი და საინტერესო იცი რა არის ამ სამმართველოს უფროსი საგადასახადო იყო ელგუჯა ადეიშვილი ჩემი ერთად აზერბაიჯანი დამხმარე იყო ხოდა დიდი სიხარულით ის მივედი იქა კაბინეტი მიწროთი იყო იგი და ელგუჯასთან ვიჯექი ელგუჯასთან და მე და მისი ორი მოადგილე მისი ორი მოადგილეც იქიშდა და მეც იქ ვიჯექი ელგუჯასთან ერთად და ასეთი ის გავიარე ამის შემდეგ რეორგანიზაცია გაკეთა საგადასახადო ინსპექციაში შემოვიდა ახლა იუსაიდი შემოვიდა რეფორმები გაკეთა 7000 კაცი მოსვლა საგადასახადო ინსპექციაში მე გავუშვიდი მოადგილე იყო და გავუშვეს და დაინიშნა რომ წავიდეს რეორგანიზაცია და მე უკვე აქ მუშაობ დამირეკეს ერთი მეგობარი მინისტრთა საბჭოში მუშაობდა და მილოცავს გილოცავ რას მილოცავ მე ვთხარი შენი ძმა და მეგობარი დანიშნეს საგადასახადო ინსპექციის უფროსად სარალიძის ადგილზე მოვალეობას ასრულებდა მოადგილე ოლეგ ნიკოლაიშვილი ოლეგ ნიკოლაიშვილი გუბერნატორი იყო გურიის გუბერნატორი და გადმოიყვანეს იქიდან და დანიშნეს რაღაც ის იყო რა სასწაული და ვიყავი და მაგრამ მოვიდა ოლეგი მოგა დაიწყება ახლობლები ერთად გაზრდილები იგენი აგე სანდო ადამი გადმომიყვანა იმან ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსად და დაქვემ როგორც მოადგილე ის ვიყავი რანგით ფინანსთა მინისტროშიც ასე იყო კადრები ფინანსური სამსახურები ბუღალტერია ყველაფერი შემოდიოდა ჩემთან და ვიმუშავე იქ ამის შემდეგ საგადასახადო ინსპექციიდან 2007 წელში წამოვედი და ვაგზალზე ხომ მქონდა ის მე იმას მივხედავ ახალი აირია მე ყველაფერი შეიცვალა წევიდა რაღაცები იმასა და წამოვედი იქიდან და ვაგზალზე ვიყავი და მე იყო ეს მიშამ დაიწყო იქ იმ ვაგზალის იმას მქონდა აღებული მქონდა არენდი გამოსყიდის უფლებით ეს ფარტები მთლიანად ხოდა დაგვიწყო ისა და მე უნდა გაყი რაც იყო იგენი აი დანადგარები იგენი აგენ სადაზინა წაიღე და მაგრამ არც დამიწყი აღა ნერვიულობა და რას გავაკეთებდი ყველაფერი და მე გამოვიტანე გადმოვიტანე ყველაფერი წამოვედი და მე 2008 წელში დაიწყო ის რა დაიწყო და ჩემს მეგობარს ახლობელ დედა გარდაიცვალა ვაშლე წავედი დასაფლავებაზე
6 რიცხვში წავედი დასაფლავებაზე და ზღვაში იყო რომ დაიწყო ეს ყველაფერი საღამოს რომ მივედი ძახში ტელევიზორს უკვე სოფელში ვარ ტყმულში იქ იმაზე და მთელი ამბავია და ხი მახაითა ვარ იქად მეორე დღეს წავედი სამტრედიაში კიდე შემოსული ჯარები ზოგი იქიდან მთელი ამბავია იქ ვერ ცხოვრობ ავტოსატუსს და წეიყვანე ჩემანქანა რა იყავდა ახალი რაფი ტირეჟო დამალე საწყო ვინ ვარ წაგვართვას და ვიყავი იქა და 13-ში წამოვედი იქიდან რომ გაიხსნა გზა ყველაფერიო და შემოვედი გორში და მოვყევი იმობედურობაში მე რომ შევედი გორში და 10 წლინიაში მოხდა გორი და წამართვეს მანქანას ჩავმოვიდეს მანქანიდან ატეხეს ელიამბავი ახო და წინამდებო გაუწიე და აი ხო გეუბნები მანქანა დაუტოვე მაგრამ მომავალს უკან რომ მიყავდი მეჩხუებია მაგინები ვერ გავიგე რა უნდა ვერ გებულო იმაში ვარ თუნდაც მანქანა ვერ დაქოქა ავტომატიკი ხوارი პარკინგში თუ არ ჩაიგე მანქანა ხوارი ქოქონდა მე რა ვიცი გავაჩერე პარკინგში ჩავარდი არ ჩავარდი ისულინი ტელეფონი ყველაფერი წამართვეს არაფერი არც ქონდა ყველაფერი ხოდა შენო სეკრეტიო დააგრინე მე სეკრეტი ვახსენა სიტყვა მივხვდი და შევხედე ისა პარკინგში არ იყო გავყარი ხელი ასე ჩავარდა პარკინგი გადავწიდე იქოქა და ჩახტა ეს ვიღაცაში წაიყვანა ეს მანქანა და დავჭი იქა და შემიფარა ვიღაც კაზო მიმატიეს ქუჩაში და ვიღაცა შემიყვანა პადუარში რაღაცა და 3 დღე იქ ვიყავი 15 ჯერ პატრიარქი შემოვიდა გორში გამოყავდა დაჭრილები ეყარა ქუჩაში ისეთ აქი და იქიდან ირაკლიმ და თავის მეგობრებმა ყოფილი გორის პოლიციის უფროსის მოადგილემ ჩამოიყვანა აგენი შემოვლით გზიდან რაღაცა და წამომიყვანეს იქედა და ჩამოვიდა გადავჩემას და მე აი აქა უნივერსიტეტში იყო ოლეგი ნიკოლაიშვილი ჩემი იქ იყო სამსახური აქ იყო კანცლერის მოადგილე ჩემი მეგობარი კიდე იქიდან საგადასახადო და იყო საფინანსო სამსახურის უფროსი აქ მითხეს რომ შენ მოუსვენარი კაცი ხარ იქით ჩემი აქ კი სადმე არ მოკრას იმ არ გადავარდა სადმე და ა გამოგრევის უფროსის და ადგილი იყო წავიდა ვიღაც მუშაობდა საფინანსო განყოფილების უფროსად მოვედი აქა 2008 წლის ოქტომბერში და იმის შემდეგ ვარ აქა და დიდებული თვლი რომ ეს არის ჩემი მშობლიური უნივერსიტეტი დიდი სიამოვნებაა დიდი სიკეთე დიდი გამოცდილება დიდი საზოგადოება სიყვარულით ვაკეთებ ყველაფერს ვიყავი საფინანსო განყოფილების უფროსი 12 წელი ახლა 5 წელი არ ვარ მონიტორინგის სამსახურის განყოფილების უფროსი სასიამოვნოა ძალიან კარგი ვარ და დღემდე ვარ აქ ახლა და დიდებული ხალხი კარგი რექტორი მე რექტორი ახლა ახალი რექტორი ყავს აქაური ჩვენი ძალიან კარგი ადამიანი წინა რექტორის ძალიან ახლობელი ადამიანი იყო მისი მამა და მე მეგობრები ვიყავით კი ნიზაში მუშაობდა სამართლოს პროექტ მოადგილე ვიყავით ორივე ის ადამიანი და მისი შვილი აქ პროფესორი არის ახლა ძალიან კარგი დიდებული ადამიანია სურობა და ჭკუები
უღრმესი მადლობა ბატონო. აი, ძალიან დაწერეთ საერთოდ. დიდებული კაცი ხარ და დიდებული. უღრმესი მადლობა სიკეთის გახარებას. არანაკლებ ძალიან აი გამიხარდა ადამიანს ნამდვილად რა და აი სიკეთის გახარებას მას მაგაღახარო ხوارდა და ეს ცოტა ხელსარიელი კი მოვედი მაგრამ წინ არის ივლისი თქვენ დაბადების დღეები უბილე ჯერ გრძელდება ჯერ სად არის კაცო ივლები გრძელდება და უღრმესი მადლობა ანარეკლებ ძალიან კარგი ამას სიკეთით და გულდასმით წავიკითხავთ მე და რედაქტორი მაგის ძალიან კარგი ბატონო და ეტური ჩანახატი ასე დავი აღსარება ცხოვრების გზა გულწრფელი სიხარულის ფასად ქვეყნად შუა ზაფხულში მოვე ჩემი დაბადების დღიდან ივლისი მზის სხივებს მახვევს პირი ბავშვობა მქონდა მრავალი სიხარული ვნახე ჭაბუკობაში ბევრი ციცაბოები განვლე ცხოვრება მრავალჯერ მაცდუნა უფალმა მიხსნა ბევრჯერ ცელქობამ ბევრი რამ მასწავლა ხრად დამაფიქრა წლებზე ოჯახურ ფერხუში ჩავები ცხოვრების მადლი ვიგზნე აზრებს სტუმრობდი ხშირად ღმერთს პატიებას ვთხოვდი მუდამ ვიცავდი ოჯახს თავს მის დარაჯად თვილი ახალგაზრდობის წლები შვილების აღზრდას ვარგე ულევი ენერგია განათლებაში ჩავდე პროფესიონალის მეტოქოდი შრომის მოყვარე ვარხე ყველა წამი და წუთი ოჯახისათვის ვხარჯე მოგზაურობდი ვიმოგზაურე ბევრი ლექსების ბოლომად ვწერე ჩემს მეგობრებთან ერთად სიკეთეს ბევრი ნახე გულწრფელი სიყვარული დღესაც ვაგრძელებ ძველ გზებს მუზების სტუმრობს ხშირად რითმავ კუნთმაგარ სტროფებს მივალ მიდიან წლების ასაკიც მაღლა იწევს ვახროვდები ზეცას დიდი ლაჟვარდების სივრცეს ვატყობ მოვიწყინე ცოტა წასვლა აღარ სურს იმეს ჯერ თქვენთან ერთად მინდა სურს მოგეფეროთ კიდევ ერთი სათხოვარიც დამჩა ზურგსნურ შემაქცევთ ვინმე ბნელი ძალები მაფრთხობს მინგრებს სილაღის ჭიშკრებს თავგანწირული ვებძვი ვირუსულ წარმონაქმნებს ყველაფერს დავძლევ თქვენი მხარდაჭერის ძალა მავსებს ნუ დაეჭვდებით ჩემში ერთად ყველაფერს შევძლებთ ნუ მიმატებთ მარტოს გზას ნუ დაუთმოთ ტურებს თორემ თქვენ ნახავთ მათ ბუმბულს გაშლის გაპენტილს გზებზე თუ ვერ მოიცლით ჩემთვის უკეთეს საქმეებს აკეთებთ უფლის მადლით და ლოცვით თვითონვე დავძლევ ამ გზებს გავაძლიერებ ლოცვებს უფალს ვთხოვ არ გაგიწყრეთ მე გავყვები ღვთის გზას როგორც მივლია დღემდე კვლავ გავაგრძელებ წინსვლას ხელით ავლივლი გზებს ჩამოვისვენებ სადმე ამოვისუთხავ გულღრმად უფალს შევწირავ ლოცვებს და იმედს დაუნთებ სანთელს ჯერავს უფალი შეისმენს სანთელებს რაც ვემუდარებ და შეაფასებს ალბათ ჩემს ნათქვამ გულწრფელ ლოცვებს ჯერა მომივლეს მშვენელს რომ არ დავუვარდეს სადმე თელ ჩემს ცხოვრების გზაზე ბევრჯერ ყოფილა ასე ბევრი სიკეთე მახსოვს ბევრი ვერ მისწორებს თვალებს ყველაფერს პატიო გულში არ ვიდებ ცხენებს მუდამ სიყვარული დამაქვს ყველას განურჩევლად ვაძლევ 75 წელია უკვე რაც რომ მივყვები ამ გზებს ჯერ კიდევ წინ ბევრი საქმეა ფურცლავ ცხოვრების ფრაზებს ჯერ ბევრი რამეში ახლა ვრწმუნდები და ვაფასებ წარსულის დღეს ჩემი დღიურები მახსენებს ლამაზი დღეების იმ ოქროს წუთებს მოვიხიბლები ხშირად ჩემშიც ვპოულობ სიბძნეს ახლა ხარ ყარად დავწმუნდი
უკვე ღრმად ჩაუჯდე ჩემს ჩანაწერებს, მინდა რომ ისეთი წიგნი დავწერე, რომელიც ნათელ გვაჩვენებს გავლილი ცხოვრების ლაბირინთებს, გაგვაცნობს მის ფილოსოფიასა და ბევრსაც დავაფიქრებს კიდე. ბატონო იუზა, როგორც ვიცით, 2 დღის უკან იყო თქვენი შემოქმედებითი საღამო, ასე ვთქვათ, ერთ-ერთ საბანკეტო დარბაზში და მოწვეული ყავდათ და თამადობდა, ასე ვთქვათ, კლასიკოსი მწერალი ბატონი რევაზ მიშველაძე. თუ შეიძლება ბატონ რევაზ მიშველაძის შესახებ პრობრძანოთ 2-ოდე სიტყვა? ბატონი რევაზ მიშველაძე არის ქვეყნის პირველი ნომერი პროზაიკოსი. კლასიკური მწერალი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი, უდიდესი და დიდებული ადამიანი. ძალიან მე აქტოვანებული ვარ, როგორც უფრო ძმა ისე მიმიღო რაღაც ისე თავისუფლად ისე ყველაფერს და გამომცა დიდი შეყვარებით თავისი კრებული და დააწერა ზედრო ბატონ იუზა ადეიშვილი, ჭეშმარიტ მამულიშვილი, შესანიშნავ პოეტს უღრმესი პატივიცემი და ჩემთვის ეს ყველაფერი არის დავიწყარე, ყველაფერი არის როცა ვიკითხე შესანიშნავ პოეტს და მე მას უწოდე, დაწერილი მაქვს იქა რომ ნათლია ჩემი ნათლია პირველად მამიწოდა პოეტი, მე ჩემ თავისთვის არასდროს მიწოდებია პოეტი და ვერც ვეგუები ამას და ვთვლი რომ პოეტია ყველა ქართველი და ყველა ადამიანი ეს არის ყველაფერი და ამით ვარ ჩვენ ღირებული ამ ქვეყანას და ასე ვთვლი მოგზაურობა ძალიან მიყვარს ეს ისე მიყვარს უზომოდ რო იტყვიან და ზომიერება არ მაქვს არაფერში რაღაცაში დიდი სიყვარული მაქვს დიდი ყველაფერი მაგრამ მაქვს რაღაცები დაწერილი იმავშვები და პატივცემ და მიყვარს და ვნახავთ მე იმას მე აი ასეთი ჩანახატი გავაკეთებ პოეტური ჩანახატი ბატონ რევაზ მიშველაძის შეული ნოველების გამოძახილი და ანალეკლები და მიმართავ ბატონო რეზო თქვენი ნოველების სტრიქონებში გავიპოვე მნათზე მნათი ყველაფერი ნათლად მოჩანს ვინ არის ვისა და დადის ადვილია ამოიცნოთ კეთილი და ბოღმა ფლიდი შეაფასოთ ცხოვრების გზა და მუდამ იყო წყნარად მშვიდი ყველაფერი დაგვანახეთ წარსულის და მომავალის შემეცნებით გვესაუბრეთ აგვიშენეთ გზა და ხიდი შევიმოსცეთ სიბრძნეებით ავითვისეთ სიტყვა მზიდი როგორც იქნა ჩვენ ვირწმუნეთ თქვენი სტროფეებით თქმული ყველამ კარგად გავარკვიეთ ამ ცხოვრების გზა და კვალი თქვენს ფრაზებში აშკარად ჩანს გზა სიკეთის გზა სიმართლის მართალი სიტყვის პირდაპირ თქმა და შეუვალი გულწრფელობა დიალოგის ამის ბრალიც არის ალბათ რომ თქვენ ასეთი მაღალი დონის ლიტერატორი უამრავი ტიტულების მქონე კლასიკოსი მწერალი და ქვეყნის პირველი პროზაიკოსი ნოველისტი სამწუხაროდ დღემდე არ ხართ ნობელისტი მოკლედ ვამბობ ბევრს არ ვიტყვი ღმერთო ცოდვა ყველას მიუტევოს და თქვენი მსგავსი კარმოსანი უფლის მადრით ჩვენ სამშობლოს კიდევ ვინმე მოულინოს თქვენს ბრძნულ ფრაზებს ფართო გზავს ბევრი სხვა ტყუილად წვალობს მოგზალებით ერთსაც ვიტყვი რაც არ უნდა მწარე იყოს თუ დღეს ვინმე ახალგაზრდა სურვილი აქვს თავისთავი რომ კალამში გამოცადოს და ხვალ კარგი კალომოსანი იყოს შეუერთეს თქვენ დიდ ოჯახს და თქვენი ფრთის ქვეშ ქნას და წეროს მიმაჩნია ეს ქმედება სამომავლო სტიმულია ჩვენ ხომ ხვალის დღეზე ვფიქრობ და არ გვინდა წერილის სახლში რომელიმე მიმართულება დაკოჭადესან დაიკეტოს დიდ პატივს უცემ თქვენს ქმედებას ღმერთო ხელი შეგაშველოთ მოუწოდებ ყველა მსურველს დროზე გამონჩენდნენ საჯაროდ თუ
თქვენი გამოცდილების პრაქტიკა შეიმეცნონ და მალაცხებულად გიერთგულონ. მოგეძრო ველოდებით პოეტური ჩანახატი პოეზიის დღე ველოდებით დრო ჟანსა პოეზიის დღეს არ ვივიწყებ მეგობრებთან ერთად აღნიშნავთ პოეზიის დიდ სიყვარულს მუდამ ერთგულად ვიცავთ ლაღად ხვდებით ყოველ დილას ალიოს ლექს ვუკითხავ მუდამ ვეძებ გალაქტიოს სისხლით ახლო ნათესავს ჩემი ჯიშის მოდგმის პოეტს ჩეს from აფქვევს სტროფიდან პოეტების იმ დიდ ნუსხების სათავეში თვითონ დგას ვანელების ხიბლით მათრობს ეშვით მასმებს გვინოსა ჭვიშის ღვინის გემოს ნატრობ ველოდები დროჟამსა დიდ პატივს სცემ შოთას ფრაზებს ვერავის ვადრი მის სიტყვათა წყობასა სულს დაუთმობ გურამიშვილს სწავლის ძებნელ დიდ კაცსა ვაქებ ვაჟას ზნეს და სტრიქონს პატივს ავსემ სტუმარსა და მოყვარესა არასოდეს არ ვივიწყებ სიდუხს არასოდეს მავიწყება სიდუხჭირე და საოცრად გარითმული სტროფები ჩვენი ტერენტი გრანელისა მიყვარს ლადოს საქართველო ველოდები კიდევ უფრო მეტად ლამასსა და მოხდენილსა გზას ულოცავ ტატოს მერანს რომ წარმატებულად მისცეს თავი მიავსა და განშორდეს ფიქრებს შავად მღელვარსა მარჯვენს ვუხებ ჩვენს ტიციანს რეგვენთა ჩხუბში მისი მოდგმის დამცველსა აქვე გალას ღელვარებით ხვამაღლა შეძახის ტიტე ძმაო და დიდი ხნის უბრად მყოფი ბიძაშვილთა ესოდენ წფელ მოულოდნელ ჩახუტებასა ნათლად ვნახეთ ნათესავთა სისხლის დიდი ძალა და აშკარა გამარჯვება პოეზიის სიყვარულსა პოეზიარებო გილოცავთ პოეზიის დღეს და გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოსა ჩვენ პოეტებმა ძმობა ვიცით არ ნახული ყველაფერს საზეიმოს ზეიმობთ ერთად ამიტომაც ხელი შეგვაშველა ღმერთმაც და ხშირად ვსტუმრო პოეტურ ქოხს წევედი ზევით ჩემს საყვარელ ბაღსა და ეზოსა ცხოვრების გზა რთული მქონდა ბევრი მწარე მერგო წილად სტრიქონების ბრომად წერე მაგრამ წამკითხველი მყავდა ცოტა ზოგმა ტალახი მესროლა ზოგმაც მაქო გაბედულად პოეტობა რთული არის შიშმა არ უნდა და შეგვაჩეროს ამ სფეროში ჩემი ყოფნა მართლაც უფლის მადლი იყო რაც ვერავინ გააკეთა ვერც ვერავინ რო ვერ შეძლო ასე რთული გახდა ჩემთვის ვინმეს წერლის სახლის კარი რომ გაეღო ღვთის შეწევნით მე ეს მადლი მოულოდნელად ღვთიურმა ძალამ მარგო და ღვთისმიერი დიდებულებით ახსილი ადამიანის რუსთაველის პრემიის ლაურეატის ბატონი რევაზ მიშველაძის ბაგეებითა და ქმედებებით დიდი სიყვარულით მარგუნა და მამცნო მე ვერაზროს დავიწყებ ამ საქმის ფასს წონასა და როს შენ ცხოვრებაში უკვე შეიმოსენ წერლის ჩოხითა და მოვირგე პოეტის სტატუსი შევეცდები მუდამ იყო პოეზიისა და პოეზიის მოყვარულთა ერთგული მეგობარი და ღირსეული წევრი კიდევ ერთხელ გილოცავთ პოეზიასა და ურთიერთ სიყვარულის დღეს მრავალჟამიე მეგობრებო დავაწერე ზედ ასეთი იმით რომ საყვარელი ადამიანები ხართ ჩემთვის და ჩვენს ლალნიკის ძმობისა და მეგობრობის ნიშნად ავტორისაგან დიდი პატივისცემით იადეიშვილი ბაბუ ბუთხუზის ეს წელი და ბაბუც მივაწერი და საჩუქრად თქვენ და
უღმესი მადლობა. დიდი პატივია ასეთი დიდებული კაცის ხელში მოვიდა ეს წინი. უღმესი მადლობა დიდი პატივის შემი წავიკითხავს და უღმესი მადლობა. გაიხარეთ. სიკეთე გახარეთ. ამადიეთ ყველაფერი ხო ის ზოგიერთი ისეთ რამე ხო ის მოთმინება იგონია. გაიხარეთ. უღმესი მადლობა. კარგით. ძალიან კარგი დიდი შთაბეჭდილებებით მივდივარ, სიკეთეს გახარებას გისურვებ და თქვენი გზავნილი ბატონო იუზა ჩვენ ქვეყანას. რას მოუწოდებით, რას ეთყოდით ჩვენ ქვეყანას? რაც შეიძლება მალე მოეგონ გონებას. მიდის ყველაფერი ოფსკულისაკენ და მეშინია ყველაფერი. მე ეკოლოგიური მეცნიერებათა აკადემიაში მოღვაწეობ ეს ციგნები და ისენ არა ეს საშინელება არსებობს არა მარტო ეს კი არა ნაგავური ეკია ქუჩაში არა იქეთ ყველა ეკოლოგია ჭირდება ყველა მათ შორის სიტყვასაც ლექსსაც ურთიერთობებსაც მეგობრობასაც ძმობასაც საშინელება გვჭირს ადამიანები ძულთ ერთმანეთის სიძულვის ენა გამეფებულია საოცრად ვარ საშინელება ცხვენია რა ამ ცხვენი ამას რომ ლაპარაკობ მაგრამ აქ ვარ აქ ცხოვრობ აფსოფერში მიყვარ სიგიჟე მე ჩემი შვილები უცხოეთში ცხოვრობენ იგი და არასდროს არ მაქვს სურვილი რომ წავიდე ასაგორად მე მოსკოვში სწავლობდი რუსეთში და ყველგან მიმოგზაურე მაგრამ ეხლა რომ ვიცხოვრო წავიდე და რაღაცა წავიდე ყველანაირ ვცადე საქართველოში თუ ხარ ადამიანი ყველაფერი შეიძლება მე ასე უნდა იყოს წესიერი ზრდილობიანი ენერგია საქმის და მათ ყველადან მიგვინებოდოთ მადლობა უფალს ყველაფრისად მადლობა იმისათვის რომ დღეს თქვენ მოდით რამოდენიმე წინ უცნობად იყო რომ ეგაცინი რომ მე გაგაცნობ მადლობა გაიხარე ასეთი საათი არ ვიცი უფალს მადლობა უფალს ხოლმე უფალს მადლობა დანარჩენი ჩვენაც შეძლეთ იმას ყველაფერზე გავაკეთეთ გაიხარეთ